წმინდა ისააკ ასურის სწავლანი. განსაცდელებისთვის. სათნოებანი ერთმანეთს უბამენ მხარს, რათა მათი შეძენის გზა არ იყოს მძიმე. ისინი ერთმანეთის მიყოლებით სრულდება, ერთი მეორეს ეყრდნობა. ამიტომაც ისინი მსუბუქია და სათნოებათათვის დათმენილი გასაჭირი და შრომა ყოველ ქვეყნიურ სიკეთეზე სასურველია. მართლაც ვერავინ შეიძენს უპოვარებას, თუ კი პირველად არ დაარწმუნებს თავს, რომ ყოველი განსაცდელი მოითმინოს მშვიდად. განსაცდელებს ვერავინ მოითმენს, თუ რწმენით არ ექნება განცდილი მოსვენება და შვება მომავალი საუკუნო ცხოვრებისა, რომელიც კაცს მიეცემა მისთვის ქვეყნად გადატანილი შრომისა და გასაჭირისთვის. თუ ვინმე მოიპოვა უპოვარება, იცოდე რომ მას პირველად გაჭირვების დათმენისა და შრომის სიყვარული გაუჩნდა და შემდეგ მივიდა მასთან სიყვარული უპოვარებისა. იმისი გონება, ვინც ითმენს ჭირსა და შრომას, პირველად რწმენაში მტკიცდება და შემდეგ ამ რწმენით ითმენს გაჭირვებას. რომლის ხედვა და სმენა ქვეყნიურ საქმეებს არ შორდება, იგი ორმაგ შრომას დაატეხს თავს და დაიმძიმებს მდგომარეობას. რადგან რა სარგებელი ექნება ქვეყნიური საქმეების მიტოვებასა და მონაზონის სამოსელით შემოსვას და ისევ იმ საქმეებთან სიახლოვეში ყოფნასა და ხედვას და იმის მოსმენას, რასაც ყოველმხრივ უნდა მორიდებოდა. რადგან ვინც ისევ ამ საქმეებთანაა ახლო, იგი თავისი საცნობლებით იმავე ვნებებში იმყოფება, რასაც იგი უწინ საქმით ჩადიოდა, რადგან მას ძველი ჩვევა გონებიდან ვერ მოუცილებია. მართლაც, თუ მარტო მათი ხსენებითაც კი ბრძოლა და უსიამოვნება ატყდება თავს კაცს, რაღა უნდა ითქვას იმაზე, რაც მოუვა კაცს მათთან სიახლოვისას. ამიტომ უმჯობესია იმათგან მოშორება, რადგან ეს იცავს კაცს, დააცხრობს მის გულის თქმებს და გულს უმაგრებს მას, ასწავლის დიდ მოთმინებას მომავალი გაჭირვებისა და განსაცდელების გადასატანად. ნურავის გაუზიარებ გულის ნადებს, ვისთვისაც შენი ცხოვრების წესი უცხოა, თუნდაც იგი დიდი ფილოსოფოსი იყოს. არამედ გაანდე გულის ნადები და საქმე შენი გამოცდილ ადამიანს, თუნდაც იგი იყოს უსწავლელი და არ იცოდეს ფილოსოფია და არ იყოს ნასწავლი. გამოცდილება ის კი არ არის, რომ რაიმე საქმეს დაადგეს კაცი და მაშინვე მიატოვოს იგი და ვერ ჩაწოდეს იმ საქმის არსს. არამედ გამოცდილება არის ის, რომ მიხვდეს კაცი იმ საქმის სარგებელსაცა და ზიანსაც, დიდხანს ამ საქმეში ყოფნით. რადგან ხშირად არის ისეთი საქმე, რომელიც ჩანს როგორც საზიანო, მაგრამ მასში შიგნით ბევრი სარგებელი იმალება. არის სხვა საქმეც, რომელიც გგონია, რომ დიდად სასარგებლოა, ხოლო სინამდვილეში შიგნით ბევრი საზიანო აქვს. ამიტომაც ბევრჯერ აკეთებს კაცი რაღაც საქმეს და გონია, რომ იქედან რაღაც სარგებელს მიიღებს, მაგრამ იგი სავნოდ ექცევა მას. ამიტომაც ასეთი საქმე გაუზიარე შენ ისეცას, რომელმაც იცის თავისი გამოცდილებით კეთილი და ბოროტი. რადგან ვისაც ჯერ თავისი ცხოვრება ვერ მოუწყვია და მასში ვერც ხედავენ რაიმე უწესოს და არც ეშინია მას, რომ ვინმე რაიმე ცუდს დასწამებს, ასეთი არ არის სანდო, რომ კაცმა მას თავისი საქმე ან გულის ნადები გაანდოს. თუ შენს გზაზე სუფევს უცვლელი მშვიდობა, მაშინ გეშინოდეს, რადგან იცოდე, რომ მართალ გზასა ხარ დაშორებული, რომელსაც მიუყვებიან წმინდანები. რადგან რამდენადაც სასუფევლის გზას გაივლი და ღვთის ქალაქს მიუახლოვდები, შენ აუცილებლად მოგეცემა ნიშანი,
შეგემთხვევა განსაცდელები. რამდენადაც წარმატებას ეწევი, იმდენად გაგიმრავლდება განსაცდელები. ხოლო როცა იგრძნობ, რომ გელის მრავალი დიდი განსაცდელი, იცოდე, რომ შენ სულს ფარულად დაუდგია მაღალ საფეხურზე ფეხი და მას ეწვია ღვთის მადლი. ხოლო რამდენადაც ადამიანზე იმატებს ღვთის მადლი, იმდენად ღმერთი კაცის სულს შეიყვანს უმეტეს განსაცდელებში. არ ვამბობ ერისკაცთა განსაცდელებზე, რომლებიც ხდება მათი უკეთურების გამო, არამედ იმ განსაცდელებზე, რომელიც ემთხვევათ დაყუდებაში მყოფ მონაზვნებს, რაზეც ვისაუბრებთ მოგვიანებით. თუ სული არის სუსტი და უძლური, არ შეუძლია დიდი განსაცდელების გადატანა და ევედრება ღმერთს, რათა მას მოარიდოს განსაცდელი, ასეთის თხოვნას ღმერთი ისმეს. მაგრამ ესეც იცოდე, რომ რამდენადაც დიდ განსაცდელებს მოერიდება კაცი, იმდენადვე ღვთის დიდ მადლსაც მოაკლდება იგი. თუ მას არ შეემთხვევა დიდი განსაცდელი, ვერც დიდ მადლს მიიღებს იგი. რადგან განსაცდელების სიმრავლით განსაზღვრავს მადლის სიდიდეს ღმერთი, რომლის სიბრძნეს ვერ ჩაწვდება მისგან გაჩენილი. ამიტომ თუ გსურს გაიგო, არის თუ არა შენზე ღვთის მადლი, შეიგრძენი ღვთის განგებულებით შენზე დაშვებული დიდი განსაცდელები და ირწმუნე, რომ როგორიც იქნება შენი გასაჭირი, ისეთივე იქნება შენზე ღვთის მადლი. რადგან რაც უფრო დიდია შენი განსაცდელები, იცოდე, რომ მით უფრო ღვთის მადლიც უხვადაა შენთან მოსული, რადგან მწუხარების მიხედვით მიეცემა კაცს ნუგეში. ეხლა ვთქვათ, პირველად განსაცდელი მოდის და შემდეგ მადლი, თუ პირველად მოდის მადლი და შემდეგ განსაცდელი. მე ვიტყვი, რომ განსაცდელი არ მოვა, თუ ჯერ სული ფარულად არ მიიღებს მაღალს, თავისზე მეტს, მადლის სულს, რაც პირველია და ამას ამოწმებს ღვთის განსაცდელიც. იგივე ითქმის იმ განსაცდელებზეც, რომლებიც მოციქულებს შეემთხვათ. ღმერთმა არ დაუშვა მათზე ისინი, ვიდრე არ მიიღეს ნუგეშინის მცემელი წმინდა სული, რადგან რომელთაც სიკეთესთან აქვთ საერთო, ევალებათ მოითმინონ თავიანთი განსაცდელები. რამე თუ სიკეთესთან მუდამ არის ჭირიც, ასე ისურვა ყოვლად ბრძენმა ღმერთმა. ამიერიდან იცოდე, რომ პირველად მოდის მადლი, შემდეგ კი განსაცდელი. მაგრამ პირველად კაცი განიცდის განსაცდელის გემოსაც, შემდეგ კი იგი იგემებს მადლსაც, ჩვენი თავისუფლების გამოსაცდელად. თუ კაცი პირველად არ იგემებს განსაცდელის გემოს, ვერ განიცდის მადლის გემოსაც. რადგან მადლი თავიდანვე შემოდის გონებაში, მაგრამ მის გემოს ადრე ვერ გრძნობს კაცი. ამიტომაც გვევალება, რომ განსაცდელისას გქონდეს ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი საქმე, არაფრით ერთმანეთის მსგავსი, რაც განსაცდელისგან მოდის. ხოლო შიში იმიტომ გუმართებს, რომ ამ პარტავნებისგან არ ვიძლიოთ. თავმდაბლებს შეუძლიათ ღვთის მადლით განარჩიონ, თუ რომელი განსაცდელია ამ პარტავნებისგან დაშვებული და რომელია ღვთის სიყვარულით გამოწვეული. რადგან სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან განსაცდელები, რომლებიც სათნო ცხოვრებიდან მოდის, იმ განსაცდელებისგან, რომლებიც ამ პარტავნების გამო ებრძვის კაცს. რადგან იმ განსაცდელებისგან, რომლებიც ღვთისგანაა დაშვებული, როგორც მამა ჯოხით წვრთნის თავის შვილს, ისე გამოიცდება კაცის სული. ესენია სიზარმაცე და სიმძიმე სხეულისა, მოშვებულობა, მოწყენილობა, გონების შეშფოთება, სასოების წარკვეთა, მცირე ხანს გულის თქმების დაბნელება, ადამიანური თანადგომის მოკლება, ქვეყნიური სახმარის სიმძიმე და სხვა ამათი მსგავსი.
ამ განსაცდელებით იძენს კაცი დავრდომილ და დაუცველ სულს და მომკვდარ გულს და სიმდაბლეს. ამ საქმეებისგან გამოიცდება კაცი, რათა გაუჩნდეს დამდაბლების სურვილი. ყოველივე ამას ადამიანის სულზე უშვებს ღმერთი, მისი ძალის მიხედვით და როგორც საჭიროებდეს, თითოეულს შეზავებულად აწვდის ნუგეშსა და განსაცდელს, ნათელსა და ბნელ ბრძოლებს და დახმარებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, სულს ხან ავიწროვებს და ხან აფართოებს. ამაშია კაცის წარმატება ღვთისშეწევნით. ხოლო ის განსაცდელები, რომლებსაც ღმერთი უშვებს მოურიდებელ და ამპარტავან ადამიანებზე, რომელთაც მაღალი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, რითაც ისინი ღვთის სახიერებას განარისხებენ, არის შემდეგნაირი. განსაცდელები ეშმაკებისგან, რაც სულიერ ძალებს არის აღმატებული, დაცემანი მათი სიბრძნის გამო, სიძვისგან ძლიერი ბრძოლები, რომელსაც ღმერთი უშვებს იმათ დასამდაბლებლად, ადრე განრისხება, საკუთარი ნების გატანა, შეკამათება, ყოველ საქმეში გულის დაუდევრობა, გონების შემცდარობა, ღვთის სახელის აუგად ხსენება, გონების არევა, სიცილის სიყვარული და უფრო მეტად კი ტირილისა, ყველას მიერ მათი შერცხვენა და მათი პატივის უგულებელყოფა. ასეთები ხდებიან ეშმაკთა შესარცხვენი და დასაცინი. სხვადასხვანაირად ცხადად თუ დაფარულად უჩნდებათ ერში დაბრუნების სურვილი და უგუნური ფიქრები. ეძიებენ ცრუ წინასწარმეტყველებას, მრავალი საქმის კეთებას სურთ, რაც აღემატება მათ ძალას. აი ასეთი განსაცდელები ემთხვევათ იმათ სულს ცხოვრებაში. ხოლო ხილულად მათ ეწევათ მეტად ბოროტის საქმეები, უკეთურებით სავსენი, ბოროტ და უხდო ადამიანთაგან უსიამოვნებანი, იმათ შემაწუხებელ ადამიანთა ხელში ჩავარდნანი, უცაბედად, უმიზეზოდ და უდროოდ აღელდება მათი გული ღვთის შიშის გამო. მრავალჯერ ატყდება მათ თავს განსაცდელები და დიდი დაბრკოლებანი კლდეებსა და ვიწრო ადგილებში, ან მაღლობებში და მსგავს ადგილებში, სხეულის დაშავება და სხვა მსგავსი. და ბოლოს სრულიად შორდებიან ისინი ღვთის ძალას, რასაც უნდა გაეძლიერებინა კაცის გული და ეკარგება მათ ღვთის იმედი, რადგან ყოველივე ეს მათზე ამპარტავნებისგანაა დაშვებული და მათი სათავე არის ისევ ადამიანში. როცა კაცს დიდად მიაჩნია თავი და ამის გამო ვარდება ყველა ამ ბოროტებაში, იმის მიხედვით თუ რამდენად დაეუფლება მას ამპარტავნული გულის თქმანი, რადგან რამდენადაც მიიღებს კაცი ამაყ გულის თქმებს, იმდენივე განსაცდელი შეემთხვევა მას. ამიტომაც განსაცდელთა სახით უნდა მიხვდე შენი გონების გზას. თუ ნახავ ამ განსაცდელთაგან რომელიმეს ადრე დასახელებულ განსაცდელებთან შეზავებულს, იცოდე რომ რა ზომის განსაცდელებიც აქვს მათგან, იმავე ზომის ამპარტავნება არის შენში შემოსული. მოისმინე სხვა განსაცდელებსა და გაჭირვებაზეც. ვისაც არა აქვს მოთმინება, მისი გასაჭირი და შრომა ორმხრივია. რადგან მოთმინება ამსუბუქებს განსაცდელებს, ხოლო სულმოკლეობა გაჭირვების დედაა. მოთმინება ნუგეშის მშობელია და ძალაა, რომელიც სულისგან იშვება, ხოლო ამ ძალას ძნელად პოულობს კაცი თავის გასაჭირში ღვთისმადლის გარეშე, რომელიც მოიპოვება დიდი ლოცვითა და მხურვალე ცრემლებით. როცა ღმერთი ინებებს ადამიანზე დიდი გასაჭირის დაშვებას, მას მისცემს სულმოკლეობას, რაც ბადებს მასში დიდ მოწყენილობას, რომლისგანაც იგემებს კაცის სულიერ სივიწროვეს,
რაც უკვე შეგრძნება ამ ძვინვარე ცეცხლისა. ამისგან იბადება სული გონების დამაბნელებელი და დამღუპელი და მისგან შეემთხვევა კაცს უამრავი განსაცდელი, გაღიზიანება, გულის წყრომა, გმობა, სხვების დაბრალება, ბოროტი გულის თქმები, ადგილიდან ადგილზე და ქვეყნიდან ქვეყნად მიმოსვლა და სხვა მსგავსი ამათი. ხოლო თუ იკითხავ რა არის ყოველივე ამის მიზეზი, გეტყვი, შენი სიზარმაცე და დაუდევრობა, ის რომ არ გამოიძიე მათი საკურნებელი. ხოლო ყოველივე ამის განსაკურნებელი, რითაც ნუგეშს იღებს სული, არის ერთი, ესაა გულის სიმდაბლე, მის გარეშე არავის შეუძლია დაარღვიოს უკეთურების გამაგრებული ზღუდეები და კოშკები, არამედ მათზე უფრო მაღლდება კიდეც იგი. ნუ განრისხდები ჩემზე ძმაო, რადგან სიმართლეს გეუბნები, იგი შენ არასოდეს მოგიძიებია მთელი გულით. თუ გსურს შედი მის საუფლოში და ნახავ თუ როგორ არღვევს იგი შენს ბოროტებას, რადგან შენი სიმდაბლის ზომის მიხედვით მოგეცემა შენ მოთმინება. შენი მოთმინების მიხედვით კი შეგიმსუბუქდება შენ გასაჭირი და მოგეცემა ნუგეში. ნუგეშის ცემის მიხედვით კი გაიზრდება შენში ღვთის სიყვარული, ხოლო სიყვარული გაამრავლებს შენში სულიწმინდის მადლს. ხოლო მოწყალე მამა თავის ნამდვილ შვილებს კეთილი საქმეებით რომ შეიქნენ ღვთის ძენი, როცა საჭიროდ მიიჩნევს განსაცდელებისგან იმათ გამოყვანას, არათუ მოაკლებს მათ გასაჭირს, არამედ მიანიჭებს მათ მოთმინებას განსაცდელებში. მათთან ყოველი სიკეთე მიდის მოთმინებით, რათა მათი სული გახდეს სრული. ქრისტემ თავისი მადლით ღირსნი გაგხადოს ყოველგვარი ბოროტების მოთმენისა და მისი სიყვარულისთვის ყველაფრის მადლობით დათმენისა, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.